სპორტული ისტორია იწერება, ჩემი კარიერის ისტორია იწერება და ზედიზედ უკვე მესამე მედალი მოვიპოვე მსოფლიო ჩემპიონატებიდან, რაც სხვა ქართველს ჯერ არ გაუკეთებია, უკვე 3 მედალი მაქვს მსოფლიო ჩემპიონატის, შუალედებში ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიოს, არა, ისე ევროპის ოლიმპიადა და მოკლედ 6 წელი არის მედლის გარეშე ქვეყანაში არ ბრუნდები და რა თქმა უნდა სასიხარულო არის. მე რაც შეეხება ფავორიტობას, ვერ ვიტყვი ფავორიტი ვიყავი, რადგან წონაში მყავდა 2 მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, ერთი იყო ჩემი წონის 63 კილოს ჩემპიონი პარიზში, ვინც მომიგო ოლიმპიურ თამაშებზე და მეორე იყო 71 კილოში, ვინც გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ისიც ამ წონაში ჩამოვიდა და ძალიან დიდი კონკურენცია იყო, რადგან 2 ოლიმპიური ჩემპიონი, სოფლიო ჩემპიონები, ევროპის ჩემპიონები, კონტინენტის ჩემპიონები, ესე ვთქვათ, მე თვითონაც ოლიმპიური პრიზიორი, მსოფლიო პრიზიორი და ასე შემდეგ და ფავორიტი რთულად იყო დასადგენი, მაგრამ წავედი მანდ რომ ჩემპიონობისთვის წავედი იქ რომ ვიცოდი რომ ყველაფერი შემიძლია, მაგრამ არის იქ მომენტი რომ გაუთვალისწინებელი რაღაცეები სპორტს როგორც ახლავს, იგივენაირად ტრავმა შეიძლება იმ მომენტში უკვე ვითვალისწინებდი იმას რომ აღარ მაწუხებს, პრობლემა აღარ მაქვს, მაგრამ პირველია ბრძოლაზე რაღაც მიზეზების გამო ცუდად მოვარტყი ხელი და ეგრევე დამიზიანდა პირველივე ბრძოლაზე. მანდ უკვე მქონდა რომ მეთქი ლიშბი მედალზე შევიდე და არ მინდოდა ეს შანსი ხელიდან გამეშვა. მეთქი მედალი ავიღო და მე უკვე შევხედავთ როგორ იქნება ხელი, მაგრამ ყოველ ბრძოლიდან ბრძოლაზე ხელის ტრავმა ავტომატურად გამწვავდა და ისე გახდა რომ ნახევარფინალში ასპარეზი შეუძლებელი გახდა. ჩვენ ამ მსოფლიო ორგანიზაციას აქვს განთესვა, ანუ 4 საუკეთესო მოკრივეს გაუკეთეს განთესვა, მედლამდე ერთმანეთს არ შეხვედრილიყავით და პირველ მეორე ნომერი დააშორეს ფინალამდე და მესამე მეოთხე ნომერიც ეგრე დავშორდით ნახევარფინალამდე. ნახევარფინალში მხვდებოდა უზბეკი, მოქმედი მაგწონის მსოფლიო ჩემპიონი და ზედაწონის ოლიმპიური ჩემპიონი. შესაბამისად ვეღარ გამოვცხადი, რადგან ექიმების, კვლევების და გუნდის რეკომენდაციით, ესე ვთქვათ, მოიხსენით შეჯიბრიდან, იმიტომ რომ ერთი ხელითაც ჩემი აზრით ძალიან რთული იქნებოდა, რომ რამე ფილმის გადაღება რო ყოფილიყო, ვიცი რომ ერთი ხელით შეიძლებოდა მოგება, მაგრამ რეალობა რაც არის, ჯობდა პირველ რიგში ჯანმრთელობა და ხელი შემენახა, რადგან ხვალდაზე გრძელდება კარიერა და შესაბამისად კიდე უფრო დიდი ბრძოლები და მთავარი ბრძოლები მექნება და რავი, საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ იმით, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები არ დაბრუნდა მედლის გარეშე და მეორე კმაყოფილი ვარ იმით, რომ ჩემი ისტორია იწერება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მედალი იყო. სიმართლე რომ გითხრა უკვე აი ამ სირთულეებით და აი ამ ტრავმასთან, ამ ტრავმით უკვე ვისწავლე ის ფსიქოლოგიას, რომ ნუ რა მდგომარეობას არის, იმ მდგომარეობაზე ააგო შენი ფსიქოლოგია, გაძლიერდე და მიიღო ის მოცემულობა რაც არის და იმ მოცემულობაზე ესე ვთქვათ, გააგზელო შენი გზა და მიხვიდე შენ გარკვეულ მიზნამდე. ეგეთი მომენტი იყო უკვე, ნუ ხელი მეტკინა, ნუ რა მექნა, დავნებებულიყავი. ან რა ვისთვის რა უნდა მეთქვა საკუთარ თავისო რა ხელი მტკივა რა მოიხსნა ანუ არ გავაკეთო ბოლომდე ჩემი გასაკეთებელი სულ ჩემ თავს ვეუბნები რომ სამაგიეროდ მარცხენა ხელი მაქვს ფეხებზე მოძრაობა მაქვს გამოსtildeება მაქვს ისტრაფე მაქვს და ბევრი კარგი კომპონენტი შევკრიბე და ვთქვი რომ მეთქი აი ხელი თუ ესე ტრამირებულია და მინუსში არის სხვა ბევრი პლუსები მაქვს და ისევ პოზიტიურად და ისევ კარგად მივდექი ამ ყველაფერს ფსიქოლოგიურად გუშინაც საუბრობდი ოჯახში ზუსტად მაგ მომენტზე, როდესაც ხელი მოვარტყი, იმ დროს რა გავიფიქრე. წამის მიასედებში გავიფიქრე, არა მხოლოდ მაგ შეჯიბრზე, არამედ გადავედი უკვე ის პროფესიონალურ ბრძოლებებზე, მომზადებაზე და 1-6-7 თვით წინ გადავიხედე და ძალიან იმოქმედა განწყობაზე, მაგრამ მაგის დრო აღარ მქონდა და ისევ მივდექი პოზიტიურად და ესე ვთქვათ, ამ პოზიტივზე ვდგავ იმ ნაბიჯებს. მაგის გარეშე შეუძლებელი არის. კივილ გამოყუჩებელიც არ მშველოდა, მანამდე უბრალოდ გავიკეთეთ სასტუმროში ბრძოლის წინა დღეს, გავუტესტეთ თუ როგორ იმოქმედებდა, საერთოდ აზრი არ ქონდა მაგის გაკეთებას და გაყუჩების გარეშე ერთი ხელით ესე რომ ვთქვათ, მარტო მარჯვენა ხელს იმ შემთხვევაში უტყავდი, როდესაც დავინახავდი, რომ სუფთა ქულას ავიღებდი და არა ის რომ დავაზიანო, არა ის რომ გავაჩერო მეტოქე და ტემპი დააგდოს, უბრალოდ რომ ქულა ამეღო და მსაჯებზე ყოფილიყო ის გავლენა, რომ ой ქულა ავიღე და რაუნდი წამოვიღე. თორე რეალურად წინა ხელით მუშაობ და იმ წინა ხელითაც, ანუ მარცხენა ხელითაც ისეთი მომენტი არის, რომ ბოლომდე ძალას ვერ დახარჯავ, იმიტომ გჭირდება ეს ხელიც ავტომატურად ადგენას წამის მიასედები ჭირდება და ასევე დარტყმის ძალასაც წამის მიასედები და მოკლედ ჩემი გათვლა მქონდა, რაც გავთვალე, ყველაფერმა კარგად გაამართლა. ეს არის ჩემთვის ნაცნობი ტრავმა და სხვადასხვა მეთოდი გქონია მკურნალობის
თან ამ ხელზე არა ერთ ადგილზეა სამგან არის დაზიანება და წინაზე როდესაც გავდიოდი რეაბილიტაციას სხვა ადგილს კურნავდით ესე რომ თქვა, ანუ ფიზიოთერაპიას სხვა ადგილზე ვიტარებდით, მაგრამ პლაზმის თერაპია გავიკეთეთ ზუსტად იმ ადგილში, რომელსაც დამეხმარა და უკვე ესე ვთქვათ, ნაცნობი ტრავმა რადგან არის ნაცნობი გზა არის კურნალობის და ეხლა უკვე ვიცით ზუსტად რა მეთოდით უნდა მივუდგე და აქედან ზუსტად მივდივარ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროცედურაზე. და იმედი მაქვს, რომ მალევე მოხდება ამ ხელის აღდგენა და მე უკვე ბევრად პასუხისმგებლობი და ბევრად მოვლა მომიწევს ამ ხელზე. ვფიქრობ, რომ მალე აღდგება იმ პროცედურების წყალობით, ესე ვთქვათ, გატესტილი პროცედურები არის და ვფიქრობ, რომ ახლა მომავალში უკვე წლის ბოლოს დაახლოებით დავუბრუნდები ბრძოლას და შემდეგ პროფესიონალურ ბრძოლას ჩავატარებთ სავარაუდოდ. მაგალითად რომ მოვიყვანო უფრო ყველაზე მარტივად, აი თავისუფალი ჭიდაობა ხო არის, თავისუფალი ჭიდაობა და ძიუდო რომ ერთმანეთთან შეადარო იგივე განსხვავება არის თითქმის რომ პროფესიონალური კრები და ოლიმპიური კრები ერთმანეთს რო შეადარო. ჩავთვალოთ სხვადასხვა სპორტია, სხვადასხვა მინდევრობა, ჩვენთან დაუშვათ ოლიმპიურ კრებში რაც შეცდომა არის, იქ პირიქით კარგი არის და პროფესიონალურ კრებში რაც შეცდომა არის, აქ კარგი არის და მოკლედ გადარსვა გჭირდება. მაგრამ ძირითადად ის სპორტსმენები, ვინც პროფესიონალებში არიან, მოყვარულებში და ოლიმპიურში აღარ ბოქსაობენ. მე უბრალოდ მინდოდა რომ შემდგარი კარიერა მაქვს ოლიმპიური კრების და მინდოდა რომ კიდევ უფრო დამემატებინა მედალი და ესე ვთქვათ, ეს ჩემი ისტორია, რაც არის ზედიზედ 3 მედალი მსოფლიო ჩემპიონატიდან, ოლიმპიადა და 6 ევროპის ჩემპიონატის მედალი, მინდოდა ის ერთიც დამემატებინა, რატომაც არა და ეხლა უფრო მეტად ერთი წელი ვფიქრობ, რომ პაუზას ავიღებ ოლიმპიურ კრებში, ოლიმპიურ თამაშებამდე ვფიქრობ, მანამდე პროფესიონალური კარიერა მექნება და უკვე იქ გადავერთები და აღარ მომიწევს გადართვა, გადმორთვა, იმიტომ რომ რთული პროცესი არის და ამ მსოფლიო ჩემპიონატის მზადებისთვის მქონდა ეგ გაცვლა, რომ აი მაგალითად პროფესიონალში რო გადავერთები, მალევე გადმორთვა გამეკეთები და მაგასაც დრო ჭირდება. ამიტომაც ძალიან დიდი განსხვავება არის ან როგორც თავისუფალ ჭიდაობაში და ძიუდოს შორის იგივე განსხვავება პროფესიონალ და ოლიმპიურ შორის. როგორი მომენტი არის? ოლიმპიურ კრებში გიწევს ძალიან სწრაფი ტემპი არის, ძალიან სწრაფი მანევრი არის, ძალიან ბევრი მოძრაობა გიწევს, მოკლედ აი ჩათვალე ტორნადოში რომ მოხდე ეგეთი მომენტი არის და პროფესიონალურ კრებში იქ ვერც ირბენ, ვერც აი სამოყვარულო კრებში, ოლიმპიურ კრებში შეუძლია ვიღაცამ ბოქსი არ იცოს იმ დონეზე, მაგრამ რაღაცა ინსტინქტებით, იმ სისწრაფით, იმ რაღაცა ერთი კარგი კონკრეტული რაღაცით, მაინც ბრძოლა ან კარგი ბრძოლა არ გამოვიდეს, ან მოგიგოს, ან რაღაცა ეგეთი დაუშვათ რა და პროფესიონალურ კრებში უკვე ინსტინქტები დიდ როლს აღარ თამაშობს. მან უკვე უნდა იცოდე ნამდვილად კრივი, დგომი, მოძრაობა, სტრატეგია, ძალა გათვალო, ესე ვთქვათ, გაასუფთავო ის პერიმეტრი, რომ მე ნამდვილად დარტყმა მოარტყო ქულა იყო და უკვე სხვა მომენტია. თან აქ 3 რაუნდი 3 წუთიანია და მალე გადის და შეიძლება ვიღაცა მიხტუნაოს და ესე ვთქვათ, ბრძოლა მალე ჩაატაროს და აქ 12 რაუნდია, აქ თითო რაუნდი, თითო ბრძოლა გამოდის. ამიტომაც პროფესიონალური კრები საერთოდ სხვა არის და უკვე იქ მიყავს სტრატეგია, მიყავს ესე ვთქვათ, მზადების პროცესი საერთოდ სხვა არის. პროფესიონალ ბრძოლისთვის, როდესაც ვემზადები, აქ არ გავდივარ მზადებას, 8 კვირიანს, 9 კვირიან ბანაკს სხვაგან გავდივარ, სხვადასხვა ქვეყნებში გავდივარ, ამიტომაც აქ მზადება პროფესიონალ კრებისთვის ჯერჯერობით არ არის ეგ სისტემა, მაგრამ იმედი მაქვს როდესაც უკვე მეც კარგად ვისწავლი ამ სქემას და ამ სისტემას, მეც ისე ვიზავრო ქართულ სპორტსმენებსაც ჰქონდეთ, ქართულ პროფესიონალ სპორტსმენებს ჰქონდეთ ის საშუალება, რომ შეეძლოთ ბანაკი ჩაატარონ, ესე ვთქვათ, ბანაკი დაგეგმონ და პლუს ამ ყველაფერს კომპეტენტური ბანაკი იყოს და არა უბრალოდ მოემზადონ, ოფლი გამოვიდონ, გავიდენ და შედეგი არ იყოს. ალექსანდრესთან შეხვედრისას ყოველთვის ძალიან ბევრ რაღაცას ვსწავლობ მე პირადად. და იმ სწავლასთან ერთად რაღაც ახალი გარკვეული იდეები მომდის და მე იმ იდეაზე, როდესაც გადავდივარ და ესე ვთქვათ, იმ იდეას, როდესაც მოვარგებ ჩემს კარიერას, ჩემს ხასიათს, ჩემს ცხოვრებას, ჩემი განვითარება ბევრად დიდ ტემპში მიდის. ამიტომაც ალექსანდრე ჩემს ცხოვრებაში და ჩემს კარიერაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ბოლო მეორე პროფესიონალურ ბრძოლაზე, უემბლის არენაზე ჩამოვიდა ალექსანდრე, გვერდში დამიდგა როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე როგორც მწვრთნელი. ძალიან შვიდი და თავისუფალი ვიყავი. როდესაც რინგზე გავდიოდით, ალექსანდრე მეუბნება, რომ შენ ოთახში მივდივართ რა. და ჩემთვის ეს იმის ტოლფასი იყო, რა, ანუ всё, ვიცით, სად მივდივართ. და ჩემ ოთახში ყველაფერი ისი რა სადევს და როგორ დევს და ასე ვთქვათ, სახში ხარ რა და ეგეთი მომენტი იყო, გავედი და ძალიან მარტივად გავართვით მაგ დავალებას და მაგ მიზანს თავი. ძალიან მაგარი.
როგორც ახლა რას გულისხმობ, ანუ მოკრივი არის, კრივი, თავიდან იყო მოჭიდავე, როგორც ილია. მე როდესაც გადავიდნენ ესპანეთში, ისევ ჭიდაობით გააგზელეს და მე MMA-ზე რომ მოხვდები, კრივი იმდენად, ანუ იმდენად ნიჭიერები არიან, მით უმეტეს ალექსანდრე. რომ ანუ შეუძლია ადამიანს დაინახოს და ეგრევე ის რაღაცა გააკეთოს რა მაგალითად მე რომ დავინახო შეიძლება მგონია რომ ის რაღაც ვაკეთებ და სხვა რაღაც კი გავაკეთო და დავანებო თავი და ალექსანდრეს ეგრევე გამოდის და მაგის ერთ-ერთი საყვარელი ბოქსიორი იყო კანელო ალვარესი მექსიკელი ძალიან მაგარი ბოქსიორი და ზუსტად აი იმ ვარჯიშებით იმ დაკვირვებით იმ ბევრი შრომით იმ რაღაცა გარკვეული მიზნებით ძალიან მაგრად აითვისეს კრივის და ეხლა მაგათ საყვარელი სპორტი გახდა უკვე კრივი ჭიდაობიდან გადმოერთენ MMA-ზე, მაგრამ კრივი მაგათვის ერთ-ერთი საყვარელი სპორტი არის. სილიას რაც უთქვავს და რასაც იძახის, ყველაფერს ასრულებს. ხო, ეგრევე მოყვება მომენტში ჰეითი, მოყვება კომენტარები, რომ მაგალითად, აუ ეს რამდენს ლაპარაკობს, თავი ჩახაროს და აი ნახოთ გავა იქ და გადის და რასაც აკეთებს, ყველაფერს აკეთებს. ყველა რასაც ამბობს, ყველაფერს აკეთებს და იგივე ხა კრივში რო აკეთებს, რავი, თუ კიდევ ვინმე იწყებს იმას, რომ აუ რამდენს ლაპარაკობსო, მაშინ დაელოდოს იმ მოვლენებს, ხო? ანუ 100% არავინ არაფერი ვიცით, მაგრამ ადამიანმა რას თქვა, გააკეთა. ამიტომაც ეხა იძახის ლეგენდა ვინც არის კოუფორდი, ყველა მგონი კრივის ისტორიაში ყველაზე მაგარი ეგ არის ჩემთვის რა და პირველი მოკრივია ვინც სამწონაში აბსოლუტური ჩემპიონია, სხვა მოკრივი არ არსებობს ეგეთი და პირდაპირ მაგაზე იძახის რომ ვებოქსავი და მოუგებოდა. ეხა შეგვიძლია ისევ დავიწყოთ რომ აუ რამდენს ლაპარაკობს, ვიზე ლაპარაკობს, ან უბრალოდ გავიგოთ და გავიხსენოთ ვინ ამბობს ამას, დაველოდოთ და შევხედოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ამიტომაც ჩვენ მივედით ჩვენ ერთმანეთთან საუბრებისას, ლაპარაკებისას მივედით იქამდე რომ ჩვენ თვითეული ადამიანი ვართ განსაკუთრებული და ჩვენაერი იდენტობის ადამიანი არ არსებობს საერთოდ. აი ჩვენაერი შეიძლება სახეზე მგავდეს ვიღაც ტანზე, მაგრამ ჩვენაერი გონება და ჩვენაერი აზროვნება არ აქვს და იგივე ყველა და ამიტომაც თუ ესენი იძახიან, მათ შეუძლიათ და ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ის რაც არ არსებობს. ამიტომაც მაგ საკითხსაც ისე უდგები პოზიტიურად ველოდები და ჯერა რომ ილია თავისა თქმის სიტყვის. ნუ ეს ყველაფერი მე ვისწავლე. თავიდან როცა გავყევი ინსტინქტი, ადამიანი ხო იბადება ბავშვია და პირველ რიგში ავლენს თავი როდის მე ფიცრი? სულ ავლენს თავი პირველ რიგში ბავშვს როდესაც არ აქვს გონება, ხო, ტვინი რაღაც ისე თქვა განვითარებული, ჯერ ავლენს თავის ინსტინქტებს, თავის ხასიათს, ხო, ის ტირის თუ რაღაცა უნდა რაღაცას არაძლევს ვიღაცა სათამაშოს და მე ნელა რო იზრდება სწავლობს ამ ყველაფერს რა და ავტომატურად ჩვენი ხასიათიც ბევრი რაღაცა ინსტინქტებზე არის და მეც ეხა ჩემი ერთ-ერთი ინსტინქტი იყო რომ ღელვარება დაყვება, რაღაცა უაზრო ფიქრები ხო ხტები და მე უკვე გონებას, მე მივხვდი რომ ხასიათზე ბევრად ძლიერი რამ არის გონება. და მივხვდი რომ ამ გონებაზე უნდა ვიმუშაო და ანუ ეგრევე რამე როცა ნერვიულობ, ეგრევე ვაკვირდებოდი იმ მომენტში, აი რამა ნერვიულებს, ჩემთვის ეგრევე იმ მომენტში ვეკითხები და ვცდილობ რომ მივიდე იმ დასკვნამდე და ის ანალიზი გავაკეთე თუ რატო ღელავ ეხლა და მე ჩემთვის ვენა ანუ რატო ღელავ ეხლა არ არის ეს ესე ვთქვა სანერვიულო, არ არის ესეთი ემოციური როგორც თვითონ ინსტინქტი შვება და ვეცადე უკვე რომ ჩემი ტვინით გამეკონტროლები და ჩემი ის ხასიათი. ამიტომაც ვისწავლე თუნდაც რინგზე გასვლამდე მინერვიულია და შიშიც მქონია, როცა ბავშვი ხარ და არ იცი სად მიდიხარ, ავტომატურად შიში არის, როცა არ იცი რაღაც და გეშინია, მაგრამ არ იცი რის გეშინია, მაგრამ როდესაც უკვე ნელ-ნელა დროთა განმავლობაში ჩემ თავთან ესე ვთქვათ ვიმუშავე, მე მივხვდი რომ კი არ უნდა მეშინოდეს პირიქით, უნდა მივიღო ამისგან სიამოვნება, იმიტომ მე მაქვს შანსი რომ გავიდე და ჩემი თავი გამოვლინო და გავხდე ჩემპიონი და რისი მეშინია წაგები ის ანუ წაგებული არის ის ვინსაც არ აქვს ის შანსი რომ გავიდეს და თავის თავი გამოვლინო და მე უკვე მოგებული ვარ თქო ამიტომაც მოდი გავაკეთებ იმას რაზეც ვიმუშავე იმ დარბაზში ხო რაზეც ვიშრომე რის გამოც რაღაცებზე უარი ვთქვი და რაც მინდოდა იმისთვის რომ ნაბიჯები გადავდგე მოდი თქო ჩემსაც გავაკეთებ თქო და მორჩა ზუსტად იგივენად ინტერვიუზე აი მარიამს რო კითხო ინტერვიუზე რომ მოდიოდნენ ისე ღელავდი და ისე ნერვიულობდი ტვინი ხო გაწდის რაღაც ინფორმაციას მე დავუშვათ არჩევ და იმას იძახი რა ეგეც ინსტინქტურად ხდება მაგრამ როდესაც კამერას მივშვიდე ტვინი არც ერთი ინფორმაცია არ მომდე ტვინში რომ რამე მაინც მეთქვა იმდენად ღელავდი და იმდენად ნერვიულობდი ხოლმე მაგრამ ვიმუშავე მაგ ყველაფერზე და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი არის ის რომ რაღაც ელემენტარული წაიკითხო ხო არ არის საოცრები რაღაც გინე ფილოსოფია და რაღაცა უსასწავლო რაღაცები წაიკითხო უბრალოდ წიგნი წაიკითხე გონება ვარჩევს ისე როგორც გირი აიღო და კუნთია ვარჩევ გონებას ჩვენთვის კუნთი არის ესე თქვა და ვიმუშავე მაგ ყველაფერზე ესე თქვა გამიზნულად
უკვე ბევრი მიზანი მაქვს ეხლა ერთ კონკრეტულს ვეღარ გამოვკვეთავთ, მაგრამ რა თქმა უნდა ეხლა ჩემი მიზანი არის ვიყო მსოფლიო ჩემპიონი. მანამდე მინდოდა ოლიმპიური ჩემპიონი ყოფილიყავ, მაგრამ ის გზა გავიარე, ისე როგორც გავიარე და მადლიერი ვარ და შეიძლება ჩემპიონი ყოფილიყავი, საერთოდ სხვა გონებაზე ყოფილიყავი და არ ვიცი სად მივიდოდი და როგორც ვარ, მაგ ყველაფერს მადლიერი ვარ და ჩემი მიზანი არის ეხლა რომ გავხდე მსოფლიო ჩემპიონი. ძალიან მაგრად მინდა და ვხედავ მაგ ყველაფერს და ვიცი რომ გავხდები პროფესიონალურ კრივში მსოფლიო ჩემპიონი და მექნება ქამარი. და არა ერთი, მაგრამ ჯერჯერობით მე გეგმებს ვისახავ ნაბიჯ, ნელ-ნელა. სანამ ქამრამდე მივა ძალიან ბევრი გეგმა აქვს, პატარ-პატარა გეგმები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჯერ მოვიგო ერთი ქამარი და მე უკვე დანარჩენი. დედა. პირველ რიგში იმით ვარ მადლიერი, რომ ვარ შემდგარი ადამიანი. რომ ვიცი ის ღირებულებები, ყოველ შემთხვევაში მე მგონია და ჩემთვის ის ღირებულებები არის, რომ ადამიანებთან ურთიერთობა, ხო, ადამიანების დაფასება, თუნდაც ის დედის დაფასება, მამის დაფასება, მეგობრის, მეუღლის, მასწავლებლის, რავი, ვინც ჩემს ირგვლივ ტრიალებს, ვცდილობ არა უკვე ავტომატურად ვისწავლე ის, რომ ვაფასე მაგ ადამიანებს, იმიტომ ყველა ვართ დროებით. ხო ეგრე არის. რამდენჯერ დავფიქრებული ვარ, აი ერთ მომენტში სადაც 22 წლის ასაკამდე ვინც ყავდა ირგვლივ, სულ ვფიქრობ, რომ შენებია განაღდებულებიან, თითქოს სხვა ინტერესები გვაქვს, მაგრამ მე დავფიქრდი ერთხელ, მეთქი, ესენი ხო ჩემ ცხოვრებაში ამდენი ხანი არიან და როგორ უყურავ და მე რატო არასდროს არ ვხატავ მათ მიმართ დაუშვათ სიყვარულს, ყურადღებას, ისე როგორც შეიძლება და მივხვდი რომ ანუ ეს ადამიანები ჩემი ცხოვრების თანამგზავრები არიან და უკვე ვისწავლე მაგ ადამიანების უფრო მეტად დაფასება რა. რა თქმა უნდა, დედა ეგ მომენტი არის, ვინც მასწავლა ეგ ყველაფერი და მე რა თქმა უნდა ის მასწავლა, ის სპორტული რაღაცა ცხოვრება დამიხაზა, რომ გავიზრდები რა იქნებოდა ჩემ ცხოვრებაში. ძალიან რთული იქნებოდა და მით უმეტეს კიდე ანუ ჩემ ბრძოლებს ვერ უყურებს ვერასდროს. მარტო როდესაც ჩავლის, მაშინ ვждები და ერთად უყურებთ ხოლმე, მაგრამ აი ესე ლაივში და რაღაცა ყურება არ შეუძლია. მე სულ ნერვიულობ, სულ ვეცოდები, სულ რაღაცა ისი არის რა, მაგრამ მაგით ვარ შემდგარი და მიყვარს ჩემი საქმე და შეიძლება რა ქვია სხვა რამეში ვიყო წარმატებული და რაღაცას ვაკეთებდი, მაგრამ ისე არ მიყვარდეს, მაგრამ ბავშვობიდან გაზრდილი ვარ ამ საქმეში, ამ სპორტში და ესე ვთქვა, ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ და ამასაც ლიმიტი აქვს. გავხდები 32-33 წლის, დავასრულებ კარიერას და შემდეგ უკვე გავაგრძელებ ჩვეულებრივ ცხოვრებას. ჩემთვის კი არ შეიცვალა, ჩემთვის უფრო დადასტურდა ის წარმატების და იმ მიზნის ფორმულა, იმ რწმენის ფორმულა, რა რწმენითაც მე ბავშვობიდან ვცხოვრობდი. ზუსტად რასაც ვხედავდი, რაც მინდოდა და იმ ფორმულის და იმ რწმენით რომ მოვდიოდი, უბრალოდ დამიდასტურდა, რომ ჭეშმარიტება და ის ფორმულა, რა ფორმულასაც მე მივაგენი, ჩემთვის ეს გამართული არის და მიხარია. პირველ რიგში ეს რომ რაც შეეხება ფსიქოლოგიას, მეორე ის დადასტურა ძალიან ბევრი რაღაცა ვისწავლე. ასევე, რა თქმა უნდა, ცნობილიც გავხდი. ზუსტად ის მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რაც მინდოდა. სულ მინდოდა ბავშვობიდან გარეთ რომ გავიდოდი, მოსულიყვნენ ჩემთან ბავშვები და ესე ვთქვათ, ჩემთან სურათი გადაიღოთ, ავტოგრაფია აიღოთ, ქუჩაში გავსულიყავი და უბრალოდ უცხო ადამიანებს ჩემთვის ხელი აეწია და გულშემატკივრო. რაც მინდოდა ჩემს ცხოვრებაში, ზუსტად ისე ხდება ყველაფერი. რა თქმა უნდა, ბავშვი რო ვიყავი, უფრო სხვანაირად ზღაპარში ხარ, ბავშვი რო ხარ, ზღაპარში ხარ და ესე ვთქვათ, სხვანაირად აღიქვა, მაგრამ მე როდესაც იზრდები, ხვდები იმ რეალობაში. და იმ რეალობაში უკვე როცა სანამ კიდე უფრო წარმატებას მივაღწიე, იმ შუალედში მოვხდი იმ რეალობაში, რომ თურმე ისი არ არის, როგორც მე წარმოვედგინე, უკვე 23-22 წლის ვარ და ჯერ არ ვიცი რა იქნება რა. და ზუსტად მივხვდი, რომ აი ზუსტად ამ მოცემულობაზე, იმ მინუსებთან ერთად, იმ პლუსები დავინახე და იმ პლუსებზე უკვე ავაგე ჩემი ეს რეალობა და კი არ გავტყდი პირიქით, გადავფუძლე, გადავედი ზღაპრიდან ესე ვთქვათ, თუნდაც ნამდვილ ცხოვრებაში გადმოვიტანე ის კარგი რაღაცეები, რაც ნასწავლი მქონდა და იმ კარგი და ახალი ფურცლიდან გავაგრძელე გზა და მივედი იქამდე, სადაც მოვედი. ჯერ შუა გზაზე ვარ. ბევრი ფორმულა მაქვს, სხვადასხვა ფორმულა და სანამ აი მაშინ კონკრეტულ ფორმულაზე ვიტყვი, იმაზე სანამ უკვე რინგზე გავდივარ. აი მანამდე სხვადასხვა ფსიქოლოგიური მიდგომები მზადებამდე, მზადებისას, მზადების შემდეგ მერე ბრძოლა ჩასვლის მომენტიდან და მე რინგამდე სულ სხვადასხვა რეჟიმები მაქვს და სულ გადართოს ვაკეთებ მაგ რეჟიმებს და ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი რეჟიმი, აი ბოლოს ვიტყვი, რინგზე ასვლის უკვე გახურებული ხარ, უკვე ხელთათმანები გაცვია, ზიხარ და მწვნელი ესე ვთქვათ, აი ამ ადგილებს გიმასაჟებს, რომ სისხლმა იმოძრავოს და უკვე всё, დუნდები, რომ მე უკვე ახვიდე რა, იქ ბრძოლამდე და მაგ დროს, როდესაც მწვნელი აი ამებს გიზილავს, ყურის ბიბლებს, თვალებს ხუჭავ რა და ვფიქრობ, რომ უკვე ხო გაქვს ღელვარება დაყვება, ეხლა რაც არ უნდა იყოს ნებისმიერ საქმეში ყველაზე დაყვება ღელვარება და მე როგორი მომენტი მაქვს. ვფიქრობ, რომ
მეთქი ხა 70 წლის რო გავხდები თქო რა და უკვე რო აღარ შემეძლება რომ რინგზე ავიდე და უბრალოდ მთელი ჩემი ცხოვრება რაც ვაკეთე ის რაღაცა უბრალოდ განვახორციელო თქო. მე ხო ვიტყვი თქო რა რომ ნეტა თქო თან იმ მომენტში რომ გავიგებ ვიღაცა სხვა ქართველი მოკრივე წარმატებას მიაღწია ქართველმა მოკრივემ რაღაც ჩემპიონი გახდა და მე იმ ასაკშა 70 წლის კაცი დაუშვათ ვიტყვი რომ აუ ნეტა ერთხელ რინგზე ამიყვანა თქო და უბრალოდ მაბოქსავა თქო მაკრივა თქო უკვე მოგება წაგება გეშინია მეშინია და მაგაზე აღარ არის თქო ლაპარაკი უბრალოდ ცოტა ახალგაზრდა ვიყო თქო და ამიყვანა თქო რა და მეთქი ეხლა ზუსტად ეგ მომენტი აქ ვარ თქო და მე რაღაცა უნდა თქვა თქო და აქ ვარ თქო და მოდით გავაკეთებ ჩემს გასაკეთებელს თქო არც ვიფიქრებ იმაზე მოგება წაგება თქო ბრძოლას წავიყვან რაც ვიცი რაზეც ვივარ ესე ვთქვა რაზეც ვიმუშავე იმ ყველაფერს გავაკეთებ თქო და ის მომენტი მაქვს რომ ალბათ დაფასების მომენტი მაქვს რომ ვაფასებ რომ აი ახლა ახალგაზრდა ვარ რომ შემიძლია ჩემი საყვარელი საქმე გავაკეთო და ასე ვთქვა ეს ყველაფერი მაგდებს ალბათ ძალას